აბათ ქონდა ერთი მუჭა ხორბალი ქარი ქროდა ტრიალებდა ბორბალი აღარც ფაცხა აღარც ქისა აღარც ჩინი თვალისა კაცის საცხა 100 წლისა იხსენებდა თავისას გოგო იყო იმის კალთას ალუბლები ავსებდნენ მე კი 9 იაგო მყავდა 9 ულაყი ასევე ადრე ხორბლის ფერი გოგო ან მყოლია ნანახი ღამე ჩემს გულს ხნავდნენ როგორც მიტოვებულ სანახებს მე რომ გული ავუჩუყე პეპლის ნახევარია ქინძის თავიც არ მაჩუქა დედის ნახსოვარია მთვარესავით მიდიოდა და თმით ისრებს მასმევდა ზონას შემსჭა 7-ოდე კომბლი მისი წასვლიდან კაცის საცხა 100 წლისა იხსენებდა თავისას აღარც ფაცხა აღარც ქისა აღარც ჩინი თვალისა თოდა აბათ ქონდა ერთი მუჭა ხორბალი ერთი ქროდა ქარი ქროდა ტრიალებდა ბორბალი ერთი მუჭა ხორბალი ქარი ქროდა ტრიალებდა ბორბალი აღარც ფაცხა აღარც ქისა აღარც ჩინი თვალისა კაცის საცხა 100 წლისა იხსენებდა თავისას ძალიან მომწონს რა ვაკეთო. როგორ ხდება ხოლმე რომ რაღაცა სიმღერა ვიღაცის გულიდან ამოსული ვიღაცისთვის რაღაცა პატარა სამყარო შენში პოულობს ადგილს და ყოველჯერზე რამდენჯერაც არ უნდა მოусმინო სულ მინდა რა და არ მარტო მოусმინო ნუ ჩემ შემთხვევაში მე მინდა რომ ვიმღერო კიდეც და რომ მღერი ვარ უფრო აი უფრო გრძნობ ხოლმე მიყვარს ახლა წესით უნდა მეძინოს მაგრამ რატომღაც ვიფიქრე რომ არაჩვეულებრივი მომენტი არის იმისთვის რომ არ დავიცინო ბავშვებს ძინავთ ყველას მეც ავდექი ვიფიქრე ეს სიმღერა შემომხვდა და უცებ რაღაცამ გაიღვიძა ჩემში ადგილი ადექი ახლა ძილის დრო არა და ყველაზე მეტად ძილი მჭირდება ახლა უფრო დასვენება მაგრამ ესეც დასვენება არის ეს ალბათ ისეთი დასვენება რომელიც უფრო საჭირო არის იმისთვის რომ მე კარგად დაიცინო მივხვდი რომ ძალიან მაკლია რაღაც ისეთი როგორ ვთქვა განსაკუთრებული რაღაცა პატარა თავგადასავალი რაღაცა ეგეთი სადღაც წასვლა გზაზე მოლოდნელი შეხვედრები ძალიან მინდა
კარგი ჩვენი ნაძვის ხე. ძალიან საინტერესო არის, რომ ადამიანებს ერთი და იგივე რაც აბსოლუტურად განსხვავებულად ესმით, ერთი და იგივე რაღაც აბსოლუტურად განსხვავებული გრძნობის მქონე არის მათთვის, გრძნობის გამტარი. ის რაც შეიძლება მე ვიქრძნო რომელიმე სიმღერის მოსმენისაც, შეიძლება ვიღაცისთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავდეს, საერთოდ ვერანაირი ემოცია ვერ იგრძნოს და პირიქით ვიღაც რო უსმენს რაღაცას, ის აბსოლუტურად შეიძლება ჩემთვის იყოს არც კი ამიტოკდეს რაიმე ემოცია. ხო და ასევე არის ალბათ ადამიანიც და რა ხდება, როდესაც სიმღერა ცოტა უფრო მარტივი რამე არის, ალბათ უფრო მექანიკურადაც კი შეიძლება, რომ ინსტინქტურად ადამიანს არ უნდა ამის მოსმენა და მორჩა, ან მოისმინა და ვერაფერი ვერ იგრძნო. მაგრამ როდესაც ადამიანზე არის საუბარი, ადამიანები რო ხვდებიან ერთმანეთს, ალბათ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პირდაპირ უარს ამბობენ კომუნიკაციაზე, ან უბრალოდ არ მეგობრდებიან, რაღაცა ფორმალურად ესალმებიან ერთმანეთს, ზოგი არც ესალმება, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როცა რატომღაც ხდება ასე, რომ ისინი ვინც არ უნდა დამეგობრებულიყვნენ, ან ვინც არ უნდა შეუღლებულიყვნენ, ან ვინც არ უნდა, არ ვიცი, არ უნდა გამختარიყვნენ კოლეგები ერთმანეთის, ან პარტნიორები რაიმე საქმეში. მე ვგულისხმობ აბსოლუტურად ყველა სფეროს, იქნება ეს პირადი ურთიერთობები, რაიმე საქმიანობა, რომელიც სხვა ადამიანთან გაკავშირებს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეიძლება ესეთ ადამიანს შეხვდე და ვერ მიხვდე. არის თუ არა ამ ადამიანში ის საერთო, ასე ვთქვათ, გულში მოусმინე რაღაც ვიდეოს უსმენდი და იქ თქვა ერთმა ადამიანმა, რომ ასე თქვით არ მახსოვს, მაგრამ გული არის ის, რითიც ადამიანი საერთოდ არსებობს და რომ გაჩერდეს გული, ხო? მაშინ საერთოდ არაფერი არ იქნება, ანუ ყველაფერია. თითოეულ წერტილს უკავშირდება ადამიანის არსებაში. თუ კი რაიმე არსებობს ცოცხალი, ყველაფერი გულიდან გამომდინარეობს. ამიტომ თუ გულში რაღაცა ნაწილი მაინც არ არის ისეთი, რომელიც იგივეს იგრძნობს, რასაც სხვა ადამიანი, მე ვფიქრობ, რომ მათი ურთიერთობა ეს იქნება რაღაცა ისეთი, რომელიც უმეტესად ადამიანებს ავიწყდებათ, აი უმეტესად ადამიანებს არც ამახსოვრდებათ ისე და შეიძლება რომ წლების განმავლობაში მეზობლები იყვნენ ან რაღაცა კოლეგები იყვნენ რაღაცა, მაგრამ ანუ მექანიკურად უბრალოდ მეხსიერებას დაამახსოვრდეს, ანუ გონების მეხსიერებას, ესე ვთქვათ, მოდი განვაცალკებ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ვგულისხმობ იმ ემოციას, რომელიც არ დაუკავშირდა იმ ადამიანის ემოციას, ანუ ორი ემოცია ერთმანეთს არ დაუკავშირდა და შესაბამისად აი ეს ყველაზე მეტად რაც ადამიანში იწვევს საოცარ გრძნობებს, არ ვიცი, თანაგრძნობას, გაგებას და ასე შემდეგ, ეს არ არის. გქონიათ თუ არა ასეთი შემთხვევა? მე მახსოვს ძალიან ბევრჯერ ხანდახან მიფიქრია როგორ ავუხსნა, მაგალითად ერთი გოგო იყო.
ერთი გოგო იყო, რომელიც მიყვარდა, მიყვარს ძალიან, მიმაჩნდა, რომ ჩემი მეგობარი იყო. ახაც ესე ვფიქრობ, რომ ვიყავით ერთმანეთისთვის მეგობრები, მაგრამ სამწუხაროდ მე უნდა ვყოფილიყავი, როგორც ახლა ვფიქრობ, იმ ასაკში და იმ დროში, როგორც ვიყავი, ისეთად უნდა დავრჩენილიყავი სულ, რომ ვყოფილიყავი მისი მეგობარი, მისთვის ძვირფასი, მისთვის ახლობელი. თუ კი მე ცოტათი მაინც შევიცვლებოდი და ცვლილებაში ვგულისხმობ, გავიზრდებოდი და აუცილებლად უნდა გავსრდილიყავი და არ გულისხმობ გაზრდას ფიზიკურად და უნდა შევცვლილიყავი არა იმ გაგებით, რომ სხვანაირი ადამიანი გამხდარიყავი, არა, უნდა გამხდარიყავი საკუთარი თავი, რომელიც მე იმ მომენტში შეიძლება ახლა შეგრძნებით იმ ადამიანთან რაღაცა საერთო მქონდა, მაგრამ ის რომ მე მისთვის მხოლოდ ის ვიყავი, რასაც თვითონ აღიქვამდა და აგრძნობდა და იმის მიღმა არ ხედავდა ვიღაცას, ამაზე მეტყველებს ის, რომ ადამიანმა დამივიწყო. ესე ვფიქრობ, შეიძლება არ დამივიწყო, მაგრამ თუ ვახსოვარ, ყოველ შემთხვევაში ეგეთი ხსოვნა ან ესეთი რომ ჩავთვალო, რომ ეს რაიმე საოცარია ან რაღაცა განსაკუთრებულია, არ შემიძლია, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი შენთვის ძვირფასი არის და თუ შენი ინიციატივით დაასრულდა რაღაცა ურთიერთობა და შენ გაქვს ეს განცდა, რომ ეს ადამიანი შენთვის ძვირფასია მაინც და შეცდი ან არ შეცდი, მაგრამ რაღაცა მაინც არის, რაც გეძვირფასება, აუცილებლად იპოვე გზას, რომ ამ ადამიანს დაუკავშირდე და უთხრა რაიმე სიტყვები. ხანდახან ის რაიმე სიტყვა შეიძლება აღმოჩნდეს, იცით როგორი, იმ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, აი უმნიშვნელოვანესი. ამას მე მთელი გულით ვამბობ, იმიტომ რომ მქონია ისეთი მომენტები, როცა მიფიქრია, რომ მისი სიტყვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ანუ იმ მდგომარეობაში, რაშიც ვიყავი, დამეხმარებოდა, მეპოვა გამოსავალი. მაგრამ ამაზე არ მინდა ახლა გავამახვილო, სხვა რაღაცის თქმა მინდოდა, ანუ იმ მომენტში მე რო დავრჩენილიყავი იმად, ვინც ვიყავი, ანუ ვინც ვიყავი რეალურად, რაც ვიყავი, არა, რეალურად ვიყავი ის, ვინც გავიზარდე გარემოებებიდან, ანუ ადამიანი, არ ვიცი ხარ, რამდენი ადამიანი იყო გაცნობიერებული ბავშვობიდანვე და არიან ალბათ ასეთებიც, ვინც სხვანაირად გაიზარდა და სხვანაირად გულისხმობ, ანუ გარემო იყო ისეთი გაცნობიერებული ადამიანების, რომლებიც ხვდები, რომ ნამდვილად არიან თავისი თავი, ან ნამდვილად არიან, რაც სურთ იყონ, რაც ასე ვთქვათ, უხარიათ რომ იყონ და არა ის, რაც ვთქვათ, იძულებული ცოტა ისეთი სიტყვა არის ძალიან, მაგრამ ხომ მაინც ბევრი ადამიანი ისე ცხოვრობდა, როგორც უკარნახებდა მას გარემო, როგორც გაიზრდებოდა. აქ რა თქმა უნდა არ გულისხმობ მშობლების, ვთქვათ, კეთილ განზრახვას, შვილები აღზარდონ კარგ ადამიანებად და კეთილ ადამიანებად. ამაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი და ყველა ადამიანი უნდა გაიზარდოს თავის უსაფრთხო გარემოში. იდეაში ესე არის, ხო? ოჯახი, თქვათ, ოჯახი იქბებია, ბაბო, არ ვიცი, ან დედა, მამა, ანუ ვიღაცა მაინც ერთი ადამიანი, ორი ადამიანი ისეთი, რომელიც სხვა პატარა ადამიანის ცხოვრებაში ისეთ როლს შეასრულებს. ხო, და მე ვფიქრობ, რომ ანუ მე ხარ რომ ახსენდება ჩემი თავი, იცით, როგორც ცუდად ხვდები. არა, მე მიყვარს ის ლიკა, რომელიც მაშინ ვიყავი. მე, ანუ მასში რაც მიყვარდა, ის ახალც მიყვარს ჩემს თავში, ახალც მაქვს ის თვისებები, მაგალითად, მაშინაც, როცა ვიყავი
არ ვიცი 15, 16, 17 წლის ამ პერიოდს გულისხმობ, მაშინაც ყოველთვის მიყვარდა მოსმენა ადამიანების, მიყვარდა მათთან ერთად რაღაცის გამოკვლევა, თუ რაღაც იცით ისეთ რაღაცებზე საუბარი, რაზეც ხშირად არ საუბრობენ, მომწონდა როდესაც ის რეალობა, რომელშიც ვიყავი, ან ვიყავით, თუ ვინმესთან იყო ესეთი შეხვედრა ან რაღაცა, გადაკვეთა, მომწონდა რომ ეს არ გავდა იმ ყველაფერს, რაც ყოველდღე ხდებოდა და იმ დროს, როცა არ გავდა ყოველ დღეს და ყველა ადამიანს ის მომენტი და ის ადამიანი, მე ვგრძნობდი ჩემს ნამდვილ მეს, ჩემს ნამდვილ შინაგან გოგოს, არ ვიცი, ადამიანს, რომელიც იყო შიგნით, იმიტომ რომ გარეთ ვერ გამოდიოდა, იქ სადაც იყო, ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან როგორც მე ვთქვი, თუ ეს გული, ეს ემოცია როგორც არის შენში და როგორც გადმოდის შენგან და იგრძნობა შენგან, ისე თუ ვერ აღიქვა და ვერ იგრძნო სხვა ადამიანმა, ის ჩერდება. ემოცია, რომელსაც არა ის, რომ ვინმე პრინციპულად არღებულობს, ან მე არ ვამბობ იმას, რომ ვინმე პრინციპულად არღებულობს, არა, უბრალოდ ადამიანმა არც იცის, რომ არსებობს ასეთი, ასე ვთქვათ, მიღება, აღქმა, შეგრძნება, ანუ მას გააჩნია ის, რაც თავად იპოვა, თავის თავში ან თავად იგრძნო და შეიძლება არც კი იფიქროს, მაგალითად მე ვფიქრობდი ხოლმე და სხვას შეიძლება არ ეფიქრა, რომ რაღაცა ისე ვერ არის, მე სულ მქონდა ეგანც და არა, რაღაცა ისე ვერ არის, ასე არ უნდა იყოს. ანუ ამ სიტყვებს არ ვამბობდი, მაგრამ რაღაც ვერ არის რიგზე, მაშინაც კი, როდესაც წარმოიდგინეთ, რომ რაღაც დღესასწაულია, ყველანი ერთმანეთს ვლოცავთ, რაღაცებს ლაპარაკობთ, ზოგი მღერის, ზოგი ლექს კითხულობს, კარგი ადამიანები არიან, მაგრამ შენ გაქვს გამუდმებით გრძნობა, რაღაც ვერ არის რიგზე, რაღაც თითქოს რაღაცას ვერ ვამბობთ. განა ის რომ მარტო მე ვერ ვამბობ, ან განა ის რომ მარტო მე მაშინებს რაღაც, განა ის რომ მარტო ჩემში არის რაღაც, მე არასოდეს ანუ რაზეც არ უნდა მეფიქრა, არასოდეს არ იყო რომ მე მარტო ესე ვარ. სულ ხანდახან არც კი ვფიქრობდი იმაზე, რომ მაგალითად მე რაღაც მაწუხებს და სხვა ადამიანები აბსოლუტურად ჩვეულებრივ თემაზე საუბრობდნენ, ან რაღაცა ამბავს ყვებოდნენ, მე უცებ თითქოს ჩემთვის ჩერდებოდა ეს მომენტი და იმ ადამიანის ახლა კონკრეტული ადამიანს კი მახსენდება, რა თქმა უნდა, არ ვინ იყო, მაგრამ მახსენდება. თან ეს ადამიანი არ იყო, მე არ ვიცნობდი მას ესე ახლოდან, უბრალოდ ერთ მაგიდის ირგვლივ აღმოჩნდით და რაღაცა თქვა ვიღაცამ ჩემზე. გაიხუმრა. ნუ ცუდად არ უხუმრია, მაგრამ ხშირად იყო ხოლმე, რომ იცით, გოგოების მხრიდან რა იყო. ხშირად იყო ხოლმე, რომ ჯერ პირველ რიგში ყველას თავისთავად უკეთესი ეგონა. არ ვიცი რატომ მე არასოდეს არ მქონდა ესეთი ეს კომპლექსები არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ, ცოტა გულჩათრობილი ვიყავი, ან შეიძლება არ ვიყავი ესეთი თამამი, მაგრამ როგორიც ვიყავი, ისეთად მაინც ვგრძნობდი ჩემ თავს საკმარისად იმისთვის, რომ რა გარემოშიც არ უნდა აღმოჩენილიყავი, არ მჭირდებოდა საკუთარი თავის გამოსახატად ვინმეს დაკნინება, თუნდაც იუმორით, შეფარვით, ირიბად, ისე არასოდეს აზრადაც არ მომივიდოდა და იმ მომენტში ვერც კი მივხვდი, რომ რაღაცა ხუმრობა სინამდვილეში იყო, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანს მაგდენი ფიქრი არ შეეძლო მაგ საკითხზე, მაგრამ ეტყობა ქვეცნობიერი იყო მისი, გაუცნობიერებელი რაღაცა თქვა ხუმრობით და რა თქმა უნდა მიმართული იყო იმაზე, რომ რაღაცით ცოტა უკან წავწეულიყავი, არა და ნიჭიქით ჩემთვის ხმას არ ვიღებდი, უბრალოდ ვუსმენდი და ამ დროს ეს ადამიანი
არც სქესს არ ვამბობ, არაფერი ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ამ ადამიანთან არც არასდროს მისაუბრია, არც არაფერი, უბრალოდ შორიდან ვიცნობდი და ვესალმებოდი, მორჩა. და პირველად მოხდა ისე, რომ ერთი მაგედის, ასე ვთქვათ, ერთ სივრცეში, ერთ სახლში, ერთ ოჯახში აღმოჩნდით და ახუმრობა ახლა ზუსტად არ მახსოვს როგორი იყო, მაგრამ აი თითქოს მე ძალიან ისეთი ვარ, რას ეხებოდა, რა თქმა უნდა ეხებოდა ჩემს აზროვნებას ისევ, რომ აი ლიკა რაღაცაზე იხუმრო, ახლა წარმოგიდგენთ, რომ ადამიანმა იხუმროს შენს, ასე ვთქვათ, აზროვნებაზე, რომ აი შენ მაინც არ ლიკა მაინც, აი როგორ გითხრათ, კარგად არ მახსოვს, ლიკა მაინც არ დაეთანხმება ამ აზრებს. ლიკა მაინც არ დაეთანხმება იმას, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ რადგან მე რაღაცეებს ხშირ შემთხვევაში ძალიან თავაზიანად არ მეთანხმებოდი, ეს ავტომატურად იმ მომენტში იქნა, ასე ვთქვათ, აღქმული ან გადმოცემული, როგორც რაღაცა ჩემი მინუსი, როგორც რაღაცა, რითიც შეიძლებოდა ჩემი დაკნინება, რომ აი შენ ისე არ ფიქრობ როგორც ჩვენ. პრინციპში ეს ცუდი არც არის, მაგრამ იმ მომენტში არ ვიცოდი ამდენი, მოკლედ. არ ვიცოდი რატო ვკამათობ რამეზე, ვკამათობ ძალიან ხმამაღალი თქვა მე ვიცოდი ხოლმე, რომ აი მე ესე ვფიქრობ. და მორჩა მე ვიტყოდი და იქ დაამთავრდა. არაფერი არ არსებობდა, რაც შემაცვლევინებდა ამას, რადგან მე ამას ვამბობდი იშვიათად. ანუ არ მქონდა ის, რომ ყველა აზრზე და ყველა იმაზე, არა. ძალიან ისეთი თემა იყო, რომელიც მე მიმაჩნდა არა ჩემს გამო მე ვფიქრობ ასე, არამედ ყველა ადამიანის გამო ვფიქრობ ასე, რომ ყველასთვის სასიკეთოა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომ აი ჩემ თავზე ვფიქრობ, რომ აი ასე არის და ესე უნდა იყოს, არა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის საკითხი აღსანიშნავი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო, თქვა ჩემი პოზიციის დაფიქსირება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, თუ მე ვიგულისხმებდი, რომ ყველა ადამიანისთვის ასე მიმაჩნია, რომ სწორი უნდა იყოს. ოღონდ ეს რა თქმა უნდა არ არის ის, რომ აი თქვა ყველამ ესე უნდა ჩაიცვას, ესეთ თემებზე არა. აი უფრო რაღაცა სიკეთე, ბოროტების საკითხები და უფრო ისეთი, რომელიც როგორი იქნებოდა, თქვათ, როგორ დავაფიქსირო აზრი სიკეთე და ბოროტება და რომელს ვირჩევ მე და მე ჩემი ყოველი პოზიცია და ჩემი ყოველი არჩევანი და ის, რასაც მე ვიტყოდი, ესე ძალიან კორექტულად და მშვიდად, ეს იყო ის, რომ მე ვირჩევ სიკეთეს და არ აქვს მნიშვნელობა რა საკითხს ეხება ეს და რა თემას ეხება. მთავარია, რომ მე ვირჩევ სიკეთეს და მე მინდა, რომ ასე მივიჩნევ, რომ სწორია. ჩემთვის ეს გაცილებით უფრო, ასე ვთქვათ, სიმშვიდის მომტანია, ვიდრე სხვა რაღაცში გადავიდეს. ხო და ეს ადამიანი მოუტრიალდა ამ გოგოს და შენო ლიკასო საერთოდ არ იცნო. არა და ბავშვობიდან რო გიცნობს ადამიანი, რა თქმა უნდა გიცნობს, ამ რაღაცა მაინც უნდა იცოდეს შენზე. მაგრამ ის ადამიანი, რომელიც არ მიცნობდა ბავშვობიდან და უბრჯერ ყავდი ნანახი, უბრუნდა და ესე უთხრა, რომ შენ საერთოდ ლიკას არ იცნობო. და გააქცევა და მე უცებ თითქოს იცით როგორ მესმა და ეს ყველაფერი გაქრა. და მესმა და მარტო ეს სიტყვები და ჩემთვის ეს იყო არ ვიცი, ან შეიძლება მქონდა ძალიან დაბა, არ ვიცი რა წარმოდგენა მქონდა, რომ საერთოდ არავინ არ მხედავდა. ხო, ალბათ. ესე მეგონა, რომ სადაც არ უნდა ყოფილი, მე მგონია, რომ ესე მეგონა, არ ვიცი, ამაზე ეტყობა ესე მკაფიოდ და არ გამოხატავდი ჩემს თავთან, რომ აი, მაგრამ როცა ეს სიტყვები მესმო და მაშინ მივხვდი, რომ უცებ გავჩნდი იმ ადგილას, თითქოს მანამდე ვიყავი თუ არ ვიყავი, ეს არ იყო ჩემთვის რაიმე გადამწყვეტი, ანუ ვიქნებოდი იქ, არ ვიქნებოდი, არ იყო ეს ის ადგილი, რომ მე რაღაცა დამაკლდებოდა ამით, თუ არც ის ვიცოდი, ამით რაიმე სასიკეთო ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში თუ არ, მაგრამ ეს მომენტი, ეს ყველაფერი გაქრა, ეს ვიზუალი ყველაფერი და სათხაც აი მარტო სმენად გადავიქეც და ეს სიტყვები ჩამესმოდა ყურში, რომ შენ მას არ იცნობ, ის ასეთია
მას აქვს ასეთი ხედვა, მას აქვს ამის შეგრძნება და თითქოს ყველა ის ადამიანი, რომელიც მინდოდა მთელი ცხოვრების გზაზე ესე შემომხვედა ერთი ადამიანი, რომ აღმოჩენილიყო ყველა იმ ადამიანში და იმას რომ დაენახა ჩემი რაღაც არ ვიცი გაიგო ჩემი ხმა, გაიგო ჩემი სიტყვა, ეგრძნო რას ვამბობ და როგორ და აბსოლუტურად ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ჩემთვის არავინ არ იყო. და იმ ადამიანმა მე დამიცვა არაფრისგან თითქოს ეს ისე გამოიყურებოდა, თითქოს არაფერი ისეთი არ მოხდა, თითქოს ეს იყო კომპლიმენტი იმ გოგომ ესე მიიღო, რომ ეს იყო კომპლიმენტი და თქვა თვითონაც მე რომ კი მელიკა ძალიან მიყვარს, მართლაც ესეთია და მართლაც ისეთია, მაგრამ არ გვეთანხმება რაღაც. ხო და მაინც მიაყოლა თავისი. მაგრამ ჩემთვის ეს არ იყო კომპლიმენტი, კომპლიმენტი სულ სხვა რამე არის. კი, შეიძლება მივიჩნიოთ ესე ზედაპირულად თუ შევხედავ, კომპლიმენტია, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ხმა. ჩემთვის ეს იყო ხმა და სიტყვები, რომლებიც სჭირდებოდა ჩემს გულში აღმოცენებულ იმ ემოციას, რომელსაც სჭირდებოდა საკუთარი თავის რწმენის გამყარება და ეს ამ ადამიანს არანაირად არ ეცოდინებოდა, რომ არა, ცოდნაზე არ არის საუბარი, შეგრძნება, თვითშეგრძნება ადამიანის, როცა მის პირისპირ ზის და ეს არ არის არც ერთად განვლილი წლები, არც რაღაცა მეგობრობა, არც მეზობლობაც კი არა, მეზობლებით შეიძლება ძალიან ახლობლები იყვნენ ერთმანეთში. კი არა, ну ადრე ესე იყო, ახლა ცოტა არ ვიცი. მაგრამ დიახ, სრულიად უცხო ადამიანმა შეიძლება მომენტალურად იგრძნოს და საჭირო სიტყვები თითქოს ასე ვთქვათ, როგორც ადამიანს, რომელსაც წყურია და სჭირდება რომ რაღაცა წვეთი წყალი დალიოს სუსტად და ესე მოედინებოდა ეს სიტყვა მაშინ და ხშირად ვფიქრობდი მე მაგაზე, როცა მქონდა საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, როცა მე ვფიქრობ ძალიან ბევრ რამეში შემიშალა ხილი და მიჯერეთ რომ რა თქმა უნდა კარგია როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი საქციელების ანალიზი, რაღაცებს გადახედოს, როცა ადამიანს შეუძლია კრიტიკა, ისეთი, მაგრამ კრიტიკა არ მიყვარს. იცით რა არის, მე არ მიყვარს კრიტიკა. მე მივხვდი. ამბობენ ჯანსაღი კრიტიკაო, მაგრამ ჩემი აზრით კრიტიკა რა არისთვის არსებობს, ანუ რა ანალიზი სხვა რამეა, ანალიზი მიყვარს. და კრიტიკა ცოტა ისეთია. ან შეიძლება რამე სხვა სახელი დავარქვათ. არ არის კრიტიკა კარგი. მაშინაც კი როცა ადამიანი საკუთარ თავს აკრიტიკებს, მიუხედავად იმისა, მაგალითად რაღაცა ცუდი გავაკეთე, ხო, აი რაღაცა ცუდი გავაკეთე. იმის მაგივრად რომ აი ამ რაღაცა ცუდის არ აქვს მნიშვნელობა ეს რაღაცა რა იქნება. იმის მაგივრად რომ მე შევაფასო და შეფასებაში რა არის გულისხმობ. ჯერ გავიხსენო რატომ მოვედი აქამდე და ეს გავაკეთე. სანამ აქამდე მოვიდოდი რომ ეს გამეკეთებინა, მანამდე რა მოხდა ჩემს თავს, რამ მიბიძგა, რამ მაიძულა ამის გაკეთება. მიზეზები, რომლებმაც თქვათ აი ამ გადაწყვეტილებამდეც კი არა შეიძლება რაღაცა უცებ მომენტალურად დაუფიქრებლად გავაკეთე, ან გადავწყვიტე და ისე გავაკეთე. ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი ცუდს როგორ აკეთებს, გაუცნობიერებლად, ხანდახან გაცნობიერებლად, ცუდში კიდე რას გულისხმობ, ახლა მაინც და მაინც რაღაცა ისეც არა გულისხმობ საკუთარი თავის არდაფასებას, ცუდის აქციელის ჩადენა ეგ არის, რომ რაღაცებს გააკეთებ, ისეც რომ დააკნინებ თვითონ შენს პიროვნებას, დააპატარავებ, დაამდაბლებ, ცუდი გაგებით. ხო და კრიტიკა იქნებოდა, რომ აი რა ცუდი ხარ, კრიტიკა მაინც არის განსჯა, ხო? განსჯა ცოტა უფრო მეტია ალბათ, მაგრამ
მოტივიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ კრიტიკა ადამიანს იშვიათად ეხმარება, ძალიან იშვიათად. უმეტესად მაინც სწორად შეფასება, რაღაცის გამოკვლევა, ჯერ გამოკვლევა, როგორც რაღაცა დაავადება აქვს ადამიანს და რას აკეთებს პირველ რიგში, ცუდად გრძნობ თავს, რას ვაკეთებ. მიდივარ ექიმთან, ვცდილობ რაღაც ანალიზებს ვიკეთებ, გამოვიკვლევ ჯერ რა მჭირს, ამას ვამბობ ძალიან ისე რა, ხო. და როცა გავიგებ რაც მჭირს, შემდეგ რას ვცდილობ რომ გამოვკეთდე. ზუსტად ასე არის სხვა შემთხვევებშიც, როცა რაღაცას ჩავიდინე, ცუდი. ვცდილობ გავარკვიო რატომ ჩავიდინე, როგორ გავაკეთე, მერე არ მომეწონა, ხო ეს გავაკეთეთ, არ ვიცოდი მანამდე, მოდი მანამდე ვერ ვფიქრობდი. ეხლა არ მომწონს, ხო, ახლა ამის გამოსწორება გაცილებით უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ის, როცა ამ საქციელს ჩავდიოდი, ხო? ხო, ეს უნდა შეეძლოს ადამიანს. და არა ის, რომ კრიტიკა აკრიტიკებ, უფრო მეტად კუთხეში იმწყდევ საკუთარ თავს და შემდეგ არ იცვლები. რადგან მიგაჩნია, რომ უკვე შენ ასეთი ცუდი ხარ და აწი აღარ შეიცვლები, მაინც რა მნიშვნელობა კიდევ თუ გააკეთებ. რა მოხდა, რა შეიცვლება, შენ ხო მაინც ესეთი ცუდი ხარ. ხო, ამიტომ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ არ შეიძლება კრიტიკა. არ აქვს მნიშვნელობა გარეგნობას თუნდაც. მეგონა რომ საკუთარ თავზე ხუმრობა ძალიან მაგარი რამე არის. უბრალოდ თუ იცი ძალიან კორექტულად, ძალიან მართლა იუმორით და მართლა ისეთი რაღაცა, რომელიც სულს არ ეხება, რომელიც ადამიანის რაღაცა ისეთი ტრავმირებულ, ყველას ხო გვაქვს რაღაცა სუსტი წერტილი, მტკივნეული, იმას არ ეხება, მაშინ კი. მაგრამ მახსოვს ერთხელ წლების წინ, არც ისე დიდი ხნის წინ, მაგრამ წლების წინ პოსტი დავწერე Facebook-ზე. მე მგონი ადრეც თქვი ეს, მაგრამ მაინც გავიმეორებ, იმიტომ რომ ამ მომენტს ვხდება. იმიტომ რომ იმ ერთმა კომენტარმა დამაფიქრა ამაზე, დიდხანს ვფიქრობ ხოლმე, მიყვარს ასეთი ადამიანები და ძალიან მიყვარს კარგი ადამიანები, ჭკვიანი ადამიანები, ვისგანაც შემიძლია რაღაცა ვისწავლო და ზოგადად დაკვირვებული ვარ, რომ ჩემგან ძირითადად გაბრაზებულია ნაწყენი, თუ არის ვინმე, ესენი არც ისე ჭკვიანი ადამიანები არიან. ანუ მე არ ვამბობ, რომ არ ვამბობ, მაგრამ ეგრეა. არ მინდა ესე თქვა, მაგრამ სიმართლეა ეს, რასაც ვფიქრობ, ეგ არის, რომ არასოდეს არ გამრაზდება ჩემზე ჭკვიანი ადამიანი, ბრძენი ადამიანი, მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე მათ პატივს ვცემ, მე მათ ასე ვთქვათ ვაგრძნობინებ, მათ საუბარი მიყვარს, მათი მოსმენა მიყვარს, თუ დავინახავ ასეთ ადამიანს და მიცემა საშუალება, რომ მასთან სიტყვები გავცვალ, ყოველთვის გავაკეთებ ამას და თუ ადამიანს გავურბი თავს ვარიდებ, არა თავის არიდება, არა ესეთები არ ვიცი, უფრო ასე ვთქვათ პირდაპირ ვაგრძნობინებ, რომ არ მაინტერესებს, ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანისგან შეიძლება რაღაც ისწავლა, მე არ ვამბობ, რომ თუ ვიღაცა ბრძენი და ისეთი არ არის, მისგან არ შეიძლება, ყველა ადამიანისგან შეიძლება რაღაც ისწავლა, მაგრამ ის, რასაც ისწავლი იმ ადამიანებისგან უკეთეს არ გახდის. უბრალოდ დაგეხმარება, რომ უარესი არ გახდე. ან შეიძლება გააჩნია, მაგრამ ეს ძალიან ისეთი ის არის, ანუ ჩემთვის არ არის საინტერესო. როცა აშკარად ვხედავ, რომ ადამიანი ბოროტი არის, არ მაინტერესებს არც მისი ცოდნა, არც მისი ნეჭიერება, მაგრამ ჩემთვის მთავარი არის, რომ ადამიანი იყოს კეთილშობილი. და ეს კეთილშობილება უნდა გამოიხატებოდეს, როგორ გითხრათ, არა მარტო მეგობართან კეთილი ქცევით, ან იმიტომ რომ შენი მეგობარია და ანუ შენი ვალია, ან რა ვიცი, მეგობრებს ცუდად ექცევიან, მე როგორც გამიგია,
მაგრამ არამედ ადამიანს როგორც ღვთის ხატს, ასე ვთქვათ, რაც არ უნდა არ მოგწონდეს, ისე არ მიაყენო შეურაცხყოფა. მოახერხო, ხო მაგალითად მე შემიძლია მოახერხო, ეხლა თუ ადამიანს არ დააბიჯე მაინც და ისე არ ატკინე და ძალით არ ათქმევინე და ყველას გვაქვს ესეთი მომენტები და მეც მაქვს მქონია, მაგრამ რაც დრო გადის მინდა გითხრათ რომ ნაკლებად, იმიტომ რომ აი ზუსტად ცუდი ადამიანი, ანუ ცოტა არაჭკვიანი ესე ვიტყვი, სხვანაირად რო არ თქვა, არაჭკვიანი ადამიანისგან ისწავლი ძალიან აი ესეთ რაღაცებს, რომ ხო, ცუდ რაღაცას რო ამბობენ, როგორ გითხრათ, არ სიტყვებიც კი არ მომახსოვრდება ეგეთი. ანუ ადამიანი როდესაც ძალიან აი ბოროტი არის სიტყვაზე, არამე ისეთი თვისება აქვს ცუდი და იმ თვისებიდან გამომდინარე არის შენთან მომართული და შემდეგ შენს ესე თუ შეხვალ მასთან კომუნიკაციაში აი თავისი უარეს გამოგიყვანს, თავისი უარესად ზუსტად ეს არის ასეთი ადამიანების მისწრაფება. იმიტომ რომ ისინი მათ უჭირთ იმის დანახვა, რომ ვიღაც მათსავით არ იქცევა და ცდილობენ რომ მეც დამმართნია ეს და როცა მოვაჩინე რომ ადამიანს რომელსაც ისე ველაპარაკები როგორც თვითონ ისეთი გრძნობა მიჩნდება როგორც თვითონ აქ. ანუ იქიდან გამომდინარე რომ ეს ისეთი მომენტია რომ არ გიშვება ადამიანის სიტყვაზე ან შენზე ამბობს რაღაცას. ხო, ჩემ თავს ვაძლევ რჩევას ამ წამსაც და ყოველთვის და ყოველდღე მივცემ ამ რჩევას, რომ არასოდეს არ ეკონტაქტოს ასეთ ადამიანს, არც პირდაპირ, არც ირიბად, არც ისე და თუ კი რაიმე ანზე თქვათ შეცდომა დავუშვი, ვუკრძალავ ჩემ თავს ასეთ შეცდომებს, რომლებიც მე განვითარებას ზოგი შეცდომა ადამიანს ავითარებს და ზოგი კიდე პირიქით. და ის ვიღაც თუ სხვა ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ალბათ, ან ვინმე ისეთი მაინც გეყოლებათ 1-2 ვიღაცა სადმე სამსახურში, სამეზობლოში, სანათესაოში, საახლობლოში არის ძალიან ხშირი შემთხვევები ასეთი. ვინმე მაინც იქნება ესეთი, რომელიც ეცდება რომ თქვენი ცუდი ვერსია დაგანახოთ. მიხვდით, რომ ამბობენ რომ ადამიანი სხვაში იმას ხედავს, რაც თვითონ არისო, ამას გულისხმობენ. ან არის, ან შეიძლება არ არის, მაგრამ ყოფილიყო, ანუ თუ კი პოტენციალი არსებობს კარგი ადამიანში, ასევე არსებობს ცუდიც. წარმოიდგინეთ, თუ კარგი პოტენციალი განავითარე რა კარგია, მაგრამ შენში არსებული ცუდი პოტენციალიც, იმიტომ რომ ჭკვიან ადამიანს შეუძლია იყოს ცუდიც და კარგიც, ეს უკვე მისი არჩევანია, ხო? ჭკვიანში ახლა გულისხმობ, შეიძლება ზოგი იყოს რაღაცა ნიჭი კონდეს ისეთი, მე საერთოდ მიმაჩნია რომ ადამიანს ნიჭი ეხმარება. ნიჭი აკეთილშობილებს. ესე მიმაჩნია, თუმცა რა თქმა უნდა გამონაკლისები არსებობს და მე გავკვირვებულიც ყოფილა რომ ღმერთო მიფიქრია რომ მეთქი ამდენი რამე რომ ვიცოდე. ამდენი რამე რომ შემეძლოს გავაკეთო ჩემი ხელებით, ჩემი გონებით, ძალიან არის ესეთი ნიჭიერი ადამიანები არსებობენ, რომლებიც აბსოლუტურად არ შეესაბამებიან მათი ქცევებით, მათი პიროვნებით, იმდენად აცდენილები არიან ამ თავის უნარებს და ნიჭებს პიროვნულად, რომ ძალიან პარადოქსია ჩემთვის და მიგვირს როგორ ვერ მოახერხეს ეს რაღაცა კავშირის გაბმა თავიანთ ნიჭებსა და ეს ნიჭი ბოძებული არის ღმერთისგან, რომელიც შენ იმიტომ მოგვცა მაგალითად ახლა მე მიმაჩნია რომ თუ ადამიანი ლამაზად კითხულობს ლექსებს, წარმოიდგინეთ ის რომ წაიკითხავს ამ ლექსებს, სხვა ადამიანები მოусმენენ, არა მარტო მოусმენენ, არამედ იგრძნობენ და რაც უფრო ნიჭიერი იქნება ის ამ საქმეში,
უფრო კეთილშობილი გახდება ისიც, რადგან სხვა ადამიანებს აბედნიერებს თავის თავს და სხვა ადამიანებსაც. ასევე არის სიმღერაშიც, ასევე არის ვიღაცას ახლა ვის რა ეხერხება, ზოგს თქვათ ზოგი კარგი მასწავლებელია, კარგი მასწავლებელიც ხო იშვიათი არის კარგში ვგულისხმობა, აი იდეალური რომელი მასწავლებელია ჩემთვის, რომელიც გრძნობს ბავშვის მდგომარეობას. ხო, თქვენ წარმოიდგინეთ, რამე რომ ასწავლო ადამიანს, მით უმეტეს ბავშვს, როცა ხარ მასწავლებელი, არ არის საკმარისი რომ შენ მაგალითად თუ ლიტერატურის მასწავლებელი ხარ, ლიტერატურის მასწავლებელი მაინც შეიძლება უფრო ისეთი იყოს ღრმა, იქიდან თავისი იმიდან გამომდინარე ხო? პროფესიიდან, ანუ ცოდნიდან გამომდინარე, ცოდნა უნდა გქონდეს ხო რა თქმა უნდა. და ხა როცა ადამიანი ლიტერატურის მასწავლებელია, შესაბამისად უნდა უყვარდეს ხო ხა ისე უბრალოდ არიან ხა რა თქმა უნდა, მაგრამ ხო უნდა შეეძლოს მდგომარეობა იგრძნოს დაინახოს იმ ადამიანის და ამის შესაბამისად მიაწოდოს უკვე როდის როგორ რანაირად ხო ესე ხდება ცოდნის მიღება ძალიან რთულია, როდესაც მე კარგად ვიცი ეს რა არის. ამიტომ ვფიქრობ, ყველა ადამიანი, რომელიც არ დააფასებს თავის ნიჭს, ყოველ შემთხვევაში კეთილი, უნარი, მადლიანი რაღაცა მოგანიჭა ღმერთმა და შენ მაინც ბოროტი ადამიანი ხარ და არჩია ესეთად ყოფნა, ეს უკვე ალბათ ამ ადამიანის ისტორია არის, მე ამას არ ყვები ახლა და არ ვამბობ, იმიტომ რომ ვინმეს რაღაც ხო უბრალოდ არჩევანის თავისუფლებაზე მინდა რომ თქვა, რომ მე ყოველთვის მინდოდა ამაზე იყო საუბარი, შენ სხვანაირად ფიქრობ, შენ სხვანა განა მე მინდოდა ესე იყო უბრალოდ ესე იყო, მე ვგრძნობდი ამას ყოველთვის, როცა ვამბობდი, როცა არ ვამბობდი, ვგრძნობდი რომ აზრი არ ქონდა თქმას და არ ვამბობდი, თუმცა ეს რთულია, ძალიან რთულია და კარგი რომ გავიზარდე, იმიტომ რომ ახლა შემიძლია ვთქვა, რაც მინდა, სადაც მინდა, როცა მინდა და ვიცი როგორ უნდა გავაკეთო ეს ის რომ სხვა ადამიანები არ დავაკნინო, ახლა ძალიან ბოროტებაზე არ მაქვს საუბარი, მე მაინც ბოროტებას რომ ახსენებ, ამასთან მაქვს უფრო რომ ცუდად თუ მაგრძნობინებს თავს მორჩა, ანუ ესე ხელები, უხილავი ხელებით, ესე უკვე აი გავწევ და მორჩა, ეს არ მინდა უბრალოდ და შეცდომებზე როცა დავიწყე საუბარი, ზუსტად ამას გულისხმობდი, რომ მინდა ჩემი ცხოვრებიდან ერთი და იგივე რაღაცა თუ დამიშვია შეცდომა აღარ ყოველ შემთხვევაში ეს თავის კრიტიკა ხო დავუბრუნდი, ამით დავიწყე და თავის კრიტიკა არის საშინელება, ეს არის ჯერ პირველ რიგში შენი უნარების, ასე ვთქვათ, გაყინვა, მორჩა, აი სადღაც შეაგდე და გაყინე. არაფერს აღარ აკეთებს, აღარ გაძლევს ეს უნარები, არ გაწვდის აზრებს, ფიქრებს, ენერგიას აღარ გაწვდის, რომელიც გაცოცხლდებოდა და რაღაცა მოგცემდა მოტივაციას. შემდეგ ეს კრიტიკა რას აკეთებს, ისე იმდენად აგდებს თვით შეფასებას, რომ საკეში რო იყურები, ხო, მერე ის რაზეც არ ფიქრობდი, ისიც გეფიქრება. ასე ვამბობდი პოსტი რომ დავწერე Facebook-ზე, კარგ ადამიანებზე რომ დავიწყე საუბარი, გადავედი მერე კარგ ადამიანებზე. იქ ხუმრობით დავწერე ჩემს ცხვირზე, რომელიც თავისი ისტორიები აქვს. ბავშვობაშიც ვიტკინე და მე როცა უკვე დიდი ვიყავი მაშინას და ორჯერ მაქვს ნადგენი ეს ცხვირი და ერთხელ ოპერაციაც გავიკეთე, ოღონდ არა პლასტიკური, არამედ რაღაცა ტრავმა მქონდა და ხო და ამაზე ვყვებოდი რაღაცას და გავიხუმრე მოკლედ ამ ცხვირზე და ერთმა ადამიანმა დამიწერა, რომ არასოდეს არ იხუმრო რაღაცა გარეგნულ ნაკლზე, რაც შენ მიგაჩნია შენს გარეგნულ ნაკლად, შენს გარეგნობაზე
და მით უმეტეს საჯაროდ. და იცით მე ახლა უყურეთ როგორი რაღაცა არის, რა თქმა უნდა, ხან შეიძლება იფიქრო, რომ იმ ადამიანმა ცუდად დაგიწერა, მაგრამ ეს იყო ის ადამიანი, ვინც მაგას ცუდად არ დამიწერდა და მე მჯეროდა და დავიჯერე მისი კომენტარი, სრულიად გულწრფელი იყო და მივხვდი, რომ რაღაცა მქონდა ჩვენ საერთო. იმაზე მეტი, ვიდრე თუმცა ვიცნობ იმ ადამიანს წლებია. ახლოსაც ვიცნობდი და მაშინ, ასე ვთქვათ, პატარა ვიყავი უფრო და ხო, სხვა განზომილებაში რაღაც. ეხლა სხვანაირად ვხედავ ადამიანებს, რა თქმა უნდა და ვფიქრობ, რომ რამე რო ყოფილიყო იმ ადამიანთან, როგორ თქვა, კარგი მეგობრები ვიქნებოდით, ალბათ ძალიან კარგი. ესე მგონია. არ ვიცი რატომ. არ ვიცი, ესე ვიზუალურად და თქმა უნდა არ გავართ ერთმანეთს, მაგრამ რაღაცით აი იმ მომენტში დავიჭირე ეგ მომენტი და მე კიდე მეფიქრებოდა მაგაზე, რომ კი რაღაცა გქონდა საერთო ისეთი, აი ჩვენ რო არ ვიცით, ზუსტად ეგ არის. აი ესეთი ხმები რომ მოდის, კეთილი ხმა. კეთილი ხმა არის ყოველთვის мотивация. მე იმის მერე ახალ ხმობ, ახლა ჩემს გარეგნობაზე ვინც არ უნდა მახინჯი მეძახოს, ახლა მე მეძახონ მახინჯი. ისე არ მოხდეს მე რომ უკავლამაზდია მახინჯის სახილში რა იცი რა ხდება. სოგიჯირი მარკებელი. ჩემო კარგებო, ესე ხო, ხანდახან ესე გავადრო, რომ ძალიან ბევრი ადამიანის სიტყვა აღარ გვემოხსოვნება, იმიტომ რომ ისინი ვერ ხედავდნენ ჩვენს გულს, ვერ ხედავდნენ ჩვენს სულს, ვერ ხედავდნენ ჩვენს მიღმა და ამ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ არ შეეძლო იქ გამოსვლა, სადაც არ ელოდებოდნენ, ან სადაც ვერ მიიღებდნენ, სადაც ვერ აღიქონდნენ. მე არ ვამბობ, რომ გამიზნულად არა, უბრალოდ არ იყო ის გარემო იმისთვის მზად და ეს ადამიანი კიდე იმისთვის მზად, რომ იმ გარემოში ისეთი გამოსულიყო, იმიტომ რომ ზოგადად მე მაქვს ხოლმე კიდევ ერთი ამაზე ვისაუბრებ და მე დავასრულებ. ძალიან გამიგრძელდა ესეთი პრობლემა არის, რა ვიცი არის თუ არა, უბრალოდ როცა ვხედავ ზოგიერთ ადამიანს რამდენად სრულყოფილად გამოიყურება და არის კიდევაც ადეკვატურად ვაფასებ და ვხვდები და ვგრძნობ იმას, რომ მე ასე ვთქვათ ბრჭყალებში ვერ გავკაჩავ ამ ადამიანთან, არც ის შემიძლია ვერ გავკაჩავ რატომ? განა იმიტომ, რომ არ მეყოფა ადამიანობა ან გონიერება, არა, ჩემი ცხოვრება იმდენად განსხვავდება იმ მომენტში, იმ ადამიანის, ასე ვთქვათ, ყოველდღიური რუტინისგან ჩემი რუტინა, რომ ვერანაირად ვერ არ ვიცი, როგორ უნდა ჩავსვა ეს, ისე რომ, ვთქვათ, თანასწორად ვიგრძნობ თავი, მე თუ ადამიანთან ვერ ვგრძნობ თანასწორად თავს, თანასწორად. ანუ ვგულისხმობ, რომ იმას არ ვამბობ, რომ ის ადამიანი მიყურებს, ვთქვათ, ზევიდან, ან მე ვუყურებ ზევიდან, ან მიმაშია ჩემი თავი უფრო დააბლა, არა. მე ვგულისხმობ, რომ უბრალოდ ჩვენი ცხოვრების ეტაპები, ვთქვათ, იმან შეიძლება უკვე გაიარა ის, რასაც მე ახლა გავდივარ, ან პირიქით მე გავდივარ იმას, რასაც ის მერე გაივლის, არავინ არ ვიცით. რაღაცეები შეიძლება იმან გაიარა, ან წინ უნდა, ვთქვათ, რაღაც სირთულე შეხვდეს, არა მაინც და მაინც ისეთი, როგორიც მე მაქვს, სხვა, მაგრამ ის, რაც ვთქვათ, მის დროს, ენერგიას და ყველა რესურსს მოითხოვს იმ მომენტში და ამ დროს ძალიან რთული არის. მე შიში მაქვს უბრალოდ იმის, რომ ამ ყველაფრის გამო, რომ შეიძლება ადამიანს ვერ ვუთხრა, რადგან მე მიჭირს ხოლმე ჩემს პრობლემებზე ვინმესთან ესე საუბარი, ესე ზოგადად შეიძლება ვისაუბრო, მაგრამ არავის არ ვესაუბრები, ვთქვათ, ჩემს ესეთ პრობლემებზე, რომ ხო, უბრალოდ არ შემიძლია ეს და იმიტომ ესეთი შიშის მომენტი.
ლიკა შეგიძლია თუ არა ეს მახსენდება გალაქტიონის უდაბნო არის მე მგონი ჩემი საყვარელი ლექსია და მე მგონი მანდ არის ახლა უბრალოდ ისეთ ფილმებზე საუბრობ რომ უცებ ვერ გავიხსენე შემიძლია თუ არა მეგობრობა ან მეგობარის თუ მომესმას ნეტარი ხმობა შემეძლება კი სიყვარული და მეგობრობა აი ეს ამის თქმა მინდოდა ამდენი ხანი ამას გეუბნებოდით რომ შემიძლია თუ არა რომ მეგობრობა ან რა ვიცი რა ურთიერთობაც არის როდესაც იმ მდგომარეობაში ვარ იმ რაღაცაში მე ჩემთვის რაც ძალიან რთული არის შეიძლება ვიღაცისთვის მარტივი იყოს და პირიქით მარტივი არ არის თქმა უნდა ძალიან ბევრი რამე მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე ის რასაც თქვათ მე ესე მამაცად შევხვდები და გადავიტანდა გავივლი ამ გზას ვიცი გავივლი და დარწმუნებული ვარ რომ რამოდენიმე წელში მე შევძლებ იმის მიღწევას რაც ჩაფიქრებული მაქვს მაგრამ რამდენად თქვათ შეძლებს სხვა ადამიანი იმ მომენტში იმ მდგომარეობაში მე ხო არ ვიცი ახლა ვის რა აქვს გულში ამიტომაც მე არ მინდა რომ ვინმეს თქვათ რაღაცნაირად ეს პასუხისმგებლობა არის როცა ვინმესთან ურთიერთობას იწყებ როცა ვინმეს უმეგობრდები ვისაც უკვე დაუმეგობრდი და ვისთანაც რაღაცა ურთიერთობა მაქვს იმას არ გულისხმობ რა თქმა უნდა გულისხმობ რა იმ მომავალში რომ მოხდეს ესე თქვათ რაღაცა ახალ გარემოში აღმოჩნდე იქ ვიღაც ადამიანები გავიცნო აი ეს მაქვს გადასალახი ეს დაბრკოლება თუ არ ვიცი რა არის ეს უნდა გადავლახო იმიტომ რომ მე ვიცი რომ შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა და შემიძლია ძალიან კარგი ურთიერთობა უბრალოდ რამოდენიმე თქვათ იმედგაცრუებამ და უცნაურმა შეგრძნებამ რაც დამიტოვა ამან ასე ვთქვათ მივიყვანა ალბათ ასეთ აზრებამდე მაგრამ ეს არ იყო ჩემი მე ვფიქრობ ახლა ვფიქრობ რომ ეს არ იყო ჩემი ისტორია ეს ასე ვთქვათ ჩემს გამო არ იყო ის რომ მე ვთქვათ ვიღაცასთან რაღაც არ გამომივიდა ამ შემთხვევაში არ იყო ჩემს გამო ორი შემთხვევა იყო ესეთი და არ იყო არც ერთ შემთხვევაში ჩემს გამო მაშინ მეგონა რომ ესე იყო მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ რომ არ იყო ჩემს გამო და ეს არანაირად არ არის კავშირში ჩემთან აი ბავშვობის რაღაც მეგობ თავიდან დასაწყისში ვიდეოს დასაწყისში რაც ვთქვი რომ რომელიღაც ადამიანთან მეგობრობდი და რაღაც ის აღარ არის ჩემს ცხოვრებაში იქ რა თქმა უნდა ვხედავ ჩემს თავს და ვფიქრობ რომ მეც ვარ და მე ადრე უნდა მივხვდარიყავი რაღაცას სხვანაირად უნდა მიქნა იქ რაღაც შეცდომაც მაქვს და იმ სხვა ადამიანსაც ხო აი ეს არის ჩემი ისტორია და იმ ადამიანის ორი ადამიანის ურთიერთობა და ეს ბოლო დროის რაღაცა იმედგაცრუებები აქ საერთოდ არ ვარ მე ვფიქრობ რომ არსებობენ ესეთი ადამიანები რომლებიც მარტო თავის თავს ხედავენ ესეთი გამოცდილება არ მქონია ადრე და ახლა მივხვდი მაგას რა რომ არსებობენ ასეთი ადამიანები რომლებიც მარტო თავის თავს ხედავენ ყველა ურთიერთობაში ანუ მეორე ადამიანი მათთვის უბრალოდ რაღაცა ის არის რა ანუ ხვდებით ანუ შეიძლება მე არ ვარ ესეთი როგორც არ უნდა მომწონდეს ადამიანი სიტყვაზე ვამბობ ახლა თუ არ მომწონს არ ურთიერთობ მე თუ არ მომწონს ადამიანი არ დავუწყებ იმას გამოკვლევებს და რაღაცებს და შემოწმებებს მე არ ვარ ეს ადამიანი არავის არ ვამოწმებ ჩემი არჩევანია სხვათა შორის ლაივებში ახლა გამახსენდა პარალელი მინდა რომ გავალო რამდენად
რამდენად სულელურად მემართება ასეთი რამე. მე არ ვთვლი, რომ სულელი ვარ, ან რაღაცა წინათგრძნობა არ მაქვს, ინტუიცია არ მაქვს, არ ვთვლი, მაგრამ ამასთანავე, როგორიც უცნაურიც არ უნდა იყოს, მე ძალიან მინდობი ვარ და მე ყოველთვის ვირჩევ არა, შინაგანად არის ესე ბუნებრივად ხდება, რომ ადამიანს ვენდობი და ეჭვი არ შემაქვს მასში, როცა რაღაცას მიწერს. თუნდაც უცხო ადამიანი და ხშირად დაუწერიათ ჩემს სტრიმზე გოგოებსაც და ბიჭებსაც, რომ აი ეს რაღაცა სიტყვება ეხა ლიკად. აი და უცებ გავჩერებულა რაღაც მომენტში მიგვხსნია, რომ რაღაცა სხვა იტყვება, მაგრამ არ ვამახვილებ მაგაზე, იცით? ეს არის ის ხმა, მაგრამ მე მაინც შანს ვაძლევ იმ ადამიანს, რომ მომატყუოს, აი თუნდა ჩემი მოტყუება იქ რაღაცა კომენტარს მიწერს და რატომ აკეთებს ამას სიტყვაზე, თუ რაღაცა ისტორია გამოიგონა ვიღაცამ და იმას ამბობდნენ, რომ ეს ახლა გამოგონილია. დღემდე არ ვიცი, თუ გამოგონილია სიტყვაზე ვიღაცამ დაწერა. ანუ ეს არ არის ჩემი პრობლემა. მიხვდით? ანუ ეს მე ხო არ ვატყუებ არავის, ხო? არ ვატყუებ. და იმან თუ ეცადა ჩემი მოტყუება, ეს ჩემი მეგობარი არ არის, ჩემი ახლობელი არ არის, უბრალოდ ვიღაცა არის, ხო? იმას მე არ ხვდები, არ წერ პირადში რაღაც, მაგრამ ანუ უნდოდა რომ ანუ რა უნდოდა? და მივხვდი, რომ რამოდენიმეჯერ მოხდა ესეთი ფაქტი და მე მგონი, მე ვიღაცამ დამიწერა, რომ შენო მე მგონი მართლა გჯერაო, რასაც გიწერე ყველაფერიო და მართლა ესე იყო, იცით? თავიდან სულ ჯერა ხოლმე ადამიანი რაღაცას რომ მიწერს. კარგი იქნება, ცუდი იქნება. ნუ ახლა ცუდს გააჩნია კიდე რას მიწერენ, ახლა საკმაოდ კარგად ვიცნობ ჩემს თავს. თუ კი ცუდი რომელსაც მე მიწერენ დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან, მაშინ ეს არანაირად ჩემს პიროვნებაზე ეს არ მოქმედებს. და თუ მე მართლა ვიცი რომ რაღაცას ცუდს ვაკეთებ, ან ცუდის კეთებაში ყოველთვის გულისხმობ, რაღაცას არ ვაკეთებ ჩემი თავისთვის, ხო? ეგ ყველაზე ცუდი არის, ზოგადად თუ არ აკეთებ, მაგრამ ვცდილობ. მე ახლა ნამდვილად ვცდილობ და შეიძლება არ ჩანს დამიჯერეთ რაღაცა დიდი ცვლილებები, სწრაფად არ ხდება რადიკალური და დიდი ცვლილებები. მე ამას მივხვდი, ეს ხდება ძალიან გააზრებულად, ძალიან ისე აუცილებლად. ეს აუცილებლად გამოჩნდება ბოლოს და ყველა დაინახავს, თუ ვინმე ეჭვებარებოდა რამეში, თუ ვინმე სადმე რამეში რაღაცა ვერ ხედავდა ჩემს არს, თუ სხვათა შორის ბევრჯერ ყოფილა, რომ ბევრია ჩემთვის, თორე ბევრი რა ერთი-ორი შემთხვევა ჩემთვის მაინც ბევრია, იმიტომ რომ როცა არაფერს არ ვაკეთებ ამისთვის და მაინც ესე მოხდა, ესე იგი რაღაცა გამოცდილება უნდა მიმეყო, ცხოვრება მაინც მაწვდის აი ამ გაკვეთილს, რომ აი ეს უნდა გაიარო. მე ვფიქრობ, რომ მე ძალიან კარგად გავიარე ეს გაკვეთილი. თუ ვინმე რაღაცა წარმოდგენა ქონდა ჩემზე, ან რაღაც არასწორად მომექცა და მე ჯერ გამოასწორა და მე რაღაცა დაბნეული რაღაცა, ხო, კითხვის ნიშნები იყო. ვფიქრობ, რომ მიგრძნია, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ, აღარ იციან, ანუ რაღაც მომენტში ხედავს და გრძნობს, რომ შეცდა. რაღაც მომენტში მე თავისი თავით სხვა არ უნდა უარყოს, რომ შეცდა, ახლა ესეთი ის არ შეიძლება და სამწუხაროდ ეს ხდება, როდესაც ადამიანს არ უნდა აღიარება საკუთარ თავთან, რომ აი ვიღაცასთან მართლა შეცდა. და მე ძალიან კარგად ვაპატიებ ადამიანს, როცა ზუსტად ვიცი, რომ გულწრფელად რაღაცაზე მიბოდიშებს, ან ბოდიშიც არ მინდა კაცო, უბრალოდ ვიცოდე, რომ ანუ მისი ტვინი მაგდენს ხვდება, მაგრამ როცა ადამიანი ვერაფერს ვერ ხვდება და რაღაცა უკვე სულ ერთია რა მნიშვნელობა აქვს, მე გავუგებ, არ გავუგებ, თუ მე არავინ არ ვარ სიტყვაზე და არაფერს არ ვნიშნავ, მაშინ არც იმას არ აქვს მნიშვნელობა, მე რას ვფიქრობ და რას ხო ესეა. ამიტომ აღარ მწდება გული. რითი თქვა მინდოდა, აღარ მწდება გული, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩემი ისტორია და თუ თქვენ გააქვთ რაიმე მსგავსი, როდესაც ვინმე ადამიანი
რაღაცა ისე მოგექცათ, ესეთი ის დაგრჩათ თქვენ წარმოდგენა თუნდაც მოგექცათ, გაიხსენეთ ის, რომ იმ ადამიანს თქვენთვის არ უნდათ ცუდის გაკეთება. უბრალოდ ეს მისი ისტორია, ეს მისი რაღაციდან გამომდინარეობს ეს ქცევა, შეიძლება იყოს თავდაცვის მექანიზმი, ეს რაღაცა შიშები შეიძლება გქონდეს, ეჭვები შეიძლება გქონდეს რაღაც, ეს მხოლოდ მისი ისტორია არის და ამაში თქვენი თავი მაინც და მაინც აი ეს გაურკვევლობა და ბუნდოვანება თუ არის, ეს არ არის თქვენი ისტორია, იმიტომ რომ მე ხარ მაგალითად სადაც გაურკვევლობას ერთ რაღაცას მივხვდი, როცა ადამიანი ძალიან რაღაცა მაში ვარდება, თითქოს იცით როგორ არის გისმენს, ანუ შენ უყვები მას რაღაცას, აი დააკვირდით უბრალოდ, შენ მასთან მიხვედი პატარა ბავშვივით, გულსπელად, ცუდია, კარგია, რაღაცა ისეთი პერიოდი გაქვს, რაც ყველაფერს ეუბნები, როგორც არის ისე შეულამაზებლად, არაკორექტულადაც კი, ძალიან ემოციურადაც კი, აი მთელი არსებით გულსπელი ხარ მასთან. მაგრამ აი ეს მომენტი, სადაც შენ სუსტად იყავი, ანუ სუსტი მომენტი, ესე დაიმთხვა, შენ გრძნობ მე რომ აი შენ უთხარი, მაგრამ მან მოგისმინა, მაგრამ მან არ გითხრა, მან მოგისმინა შენ, მან მიიღო შენი ის ასე ვთქვათ საუბარი სიტყვები, მაგრამ მან იგივე არ გააკეთა. თუ ადამიანი თქვენთან არ შემოდის, ის გისმენთ, მაგრამ თავისას არ გეუბნებათ, დამიჯერეთ, რომ ის ადამიანი თუ იმასაც იგივე ფანცქალით და იგივე ემოციით არ აქვს, აი მეც ესე და მეც ესე, აი მე ესე და მე ესე, მაშინ დაასრულეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი თითქოს აი რაღაცა იმას გავს, აი რაღაცა ისეთ სივრცეს, რომელსაც სჭირდება რაღაცის რაღაცა მოვიდეს მასთან და რაღაცა აზრები მიაწოდოს, ან რაღაცა არ ვიცი, არც კი ვიცი, იცით ვერ გეტყვით, მაგრამ წარმომიდგენია, რომ აი ჩემი თავი წარმოვიდგინე, უცებ რა დავემართ, ეხა ის რომ ახსენდება მე როგორი და ეს პირველი შემთხვევა საერთოდ ისეთი იყო, რომ ადამიანის სახლშიც კი დავпад, იმდენად ვიყავი, აი ძალიან გული დამწყვიტა იმ ადამიანმა მაშინ და მე ვიყავი როგორ იცი, აი როგორც ბავშვობაში არ ბავშვობაშიც კი არ ყოფილვარ ისეთი გულსფელი, ესეთი მიმდობი, ესეთი ალალი, არ ვიცი, ყველაზე გულსფელი სიყვარულით მიყვარდა ის გოგო და მიყვარს ახლაც, ანუ არაფერი არ შეცვლილა, ერთადერთი უბრალოდ ბოლოს მახსენდება, რომ ესე მოხდა, რომ რატომღაც მე არ ვიცი რატო დავიბლოკე მოკლედ და დამბლოკა ამ ადამიანმა, მე ვფიქრობდი, რომ არაფერი მომხდარა, არაფერი მომხდარა საერთოდ და როგორც მივხვდი, მე რაღაც საერთო რამას შეგეწირე, ასე ვთქვათ, მეც აღმოჩნდი ვიღაცებთან ერთად სხვა ისტორია ყოფილა. თქვენ წარმოიდგინეთ, მე მეგონა, რომ მე ჩემ თავს ვეკითხებოდი, რამე ვაწყენინე ადამიანს, რომელიც მე მიყვარს. რამე ცუდი ვუთხარი, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი. ვიცავდი ყველგან. ვიცავდი სადაც კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცუდს ამბობდა მასზე და ახლაც კი დამიცვია. თუ რამე ისე მოხდებოდა, ვიცავდი ყველგან, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, აი ესე, ახაც დავიცავ, მაგრამ მაინც ეს არ არის ჩემი ისტორია, რომ ეს ადამიანი, იმ ადამიანმა იმიტომ არ დამბლოკა, იმიტომ ვთქვათ, აღარ ვარ მის სივრცეში, მე შემიძლია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე აღმოვაჩინე, რომ აღარ ვარ დამბლოკილი რაღაცა დროის მერე. ცოტა ადრე რომ აღმომეჩინა ეგ, მაშინ ამას შეიძლება მიმეწერა. მაგრამ დროისთვის როცა აღმოვაჩინე, მე ძალიან დავინახე ჩემი თავი და მივხვდი, რომ აბსოლუტურად დაუმსახურებლად მომექცა ეს ადამიანი და ამიტომ არასოდეს არც მეგობრებში აღარ დავიმატებდი, აღარც მივწერდი, არც კითხვის დასასმელად, არც არაფრისთვის არასოდეს. ხო და რაღაცა მსგავსი ეტყობა მაშინ რაღაცა ვერ გავიგე მე.
მაინც და მე მაინც განმეორდა რაღაცა მსგავსი მთლად ესეთი არა, მაგრამ რაღაცა მსგავსი მე ისევ განმეორდა ჩემს ცხოვრებაში და გავჩერდი უბრალოდ საწყენი რა არის, ანუ ვერ მივხვდი რა მასწავლა ამ არაფერი და მივხვდი რომ ის ადამიანები ვის მიმართაც ეს აღფრთოვანება მქონდა, პატივისცემა მქონდა, მეგონა რომ ისინი თქვათ ჩემზე ჭკვიანები არიან, გულსბელად ვამბობ, მე ესე მეგონა ეს ადამიანები ჩემზე ჭკვიანები არიან, მათგან რაღაცა კარგს გავიგებ, რაღაცა რა შემიძლია მე შემიძლია რომ ვიყო მათთვის, არ ვიცი, გულსბელი, ვუთხრა ის, რასაც უგრძნობდა, ვფიქრობ, კომპლიმენტი გავუკეთო, რაღაცა კომენტარი გავუკეთო. მე მივხვდი, სულაც არ ყოფილა ეს ადამიანები ჩემზე ჭკვიანები. ჩემზე ჭკვიანი ადამიანი ისე არ მოიქცეოდა. იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიქცევი ესე და ახლა ჩემზე ჭკვიანი მithვდეს არ მოიქცეოდა. ასევე რამოდენიმე ისეთი საკითხი, რომელიც ანუ რას ვამბობ ამით იცით, თქვენ შეიძლება მართლა იფიქროთ თქვენისთან ჩემნაირი თუ ხართ, იფიქროთ ვიღაცაზე რომ ძალიან ჭკვიანია, ძალიან ესეთია და როგორც კი მის სიახლოვეს და მის ასე ვთქვათ ენერგიებში შედიხართ, აღმოაჩენთ ასეთ რაღაცას, რომ ადამიანი თვითონვე წვეტს რაღაცას, თვითონვე წერს რაღაცას, თვითონვე და უთქმელად ესე და რაღაცები და საერთოდ რა შუაში ხარ აქ, არაფერ შუაში ხარ. ხო და ამ დროისთვის უკვე რა თქმა უნდა მივხვდი რომ მე სულაც არა ვარ მაგ ადამიანზე ნაკლებად ჭკვიანი. ამიტომ კარგად დააკვირდით ვინ როგორ და რანაირად დაკეთებს რაღაცებს, იმიტომ რომ შეიძლება ვინმეს უბრალოდ აღესიანებდეს ის, რომ თქვენ აზროვნება შეგიძლიათ. ესეც ყოფილა თურმე. ხო. ერთი ის არის, რომ ორივე შემთხვევაში ვიტირე. არაერთხელ. შეიძლება ვიღაცას სასაცილოდ მოიჩვენოს. არაერთხელ ვიტირე, იმიტომ რომ ისიცით როგორი რაღაცა პატარა ბავშვით რო გჯერა, პატარა ბავშვით რო ხარ, ძალიან გულწრფელი მზად ხარ, ყველასთან დაიცვა, ყველაფერი, ანუ როგორც ცხოვრების ბოლომდე რო გინდა რომ გიყვარდეს ეს ადამიანები და გიყვარს, ახაც მიყვარს, ახლა რაღაცას რომ ვამბობ ჩემს აზრს სიტყვაზე და რაღაცის შეფასებას ვცდილობ რეალურად, ანუ ობიექტურად ჩემი გადმოსახედიდან. მაინც ობიექტურია, მაგრამ ხო არსებობს რაღაცა ობიექტურობა ამ სუბიექტურ თქვათ აზრებშიც. ობიექტური ფაქტი, ანუ ობიექტური რა არის, ფაქტი თვითონ არის ობიექტური. ახლა ჩემი შეხედულება, რა თქმა უნდა, შეიძლება სუბიექტური იყოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ესე და ესე მოხდა, არის ნამდვილად ობიექტური. ხო სწორია. რაც მოხდა იმას მე ვერ შევცვლი და ვერც მოვიგონებ, იმიტომ რომ ესე მოხდა. ხო და რამდენად სწორი იყო ის რომ მე ვტიროდი ამ ყველაფერზე არ ვიცი, მაგრამ აი როგორც პატარა ბავშვი და მაინც რომ ვერ გაიგებს ის ბავშვი ვერ გაიგებს, ისე ზუსტად ისე ვერ გავიგე მე ეს ყველაფერი და მივხვდი რომ არც უნდა გამეგო, იმიტომ რომ მე მაგას ვერ გავიგებ, რასაც მე არ გავაკეთებ. ხო. ორჯერ. წავედი, ახლა ძალიან დიდხანს გამიგრძელდა. არ ვიცი ვინმე თუ მოისმენთ ამ ხელა ვიდეოს და ბოლომდე მოისმენთ თუ არა, მაგრამ ვინც ბოლომდე მოისმენთ, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი შეიძლება დავრჩეთ მარტო. ერთ დღეს, ერთ ოთახში ესე ვიჯდეთ. ვიტყოდი ვისხდეთ მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რამეს გულისხმობ. რომ თქვენ ყველა ან ვინმე შეიძლება ესე დავუშვათ, ესე შეიძლება. ამიტომ ყველაფერი რაც ხდება ახლა უნდა მოხდეს. ზუსტად ისე როგორც თქვენ გინდათ ახლა და ამ მომენტში
და არა სხვანაირად, არა ისე როგორც სხვა იტყვის, არა ისე როგორც სხვა ფიქრობს. თუნდაც 1000 ადამიანი ფიქრობდეს, გააკეთე ის, რაც ახლა შენ გინდა, იმიტომ რომ წლების მერე შეიძლება აი ოთახში რომ იჯდები მარტო. და ჩვენ ხო ყველამ ვიცით, რომ დიდი არის ალბათობა, რომ შეიძლება რომ მართლაც რომ მარტო ვიყოთ, ახლა ის რომ ადამიანები იქნებიან ჩვენს ირგვლივ არ ნიშნავს, ხო? რომ ვინმე ისე გაგვიგებს. აი ესეც გამართლება არის ალბათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დღეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, როგორც თქვენ გინდათ. ახლა მე ვარ კმაყოფილი, რომ 12 იყო დაწყებული, რომ მომედიდა რომ დავიწყე ვიდეოს ჩაწერა. დღეს ვერ დავდებ, რა თქმა უნდა. დღეს არის 14 იყო და უკვე 15 არის ალბათ. ხო და მე 14 დეკემბერს ღამის 11 საათზე 12 რო იყო დაწყებული, ისე დავიწყე ამ ვიდეოს ჩაწერა. 2025 წლის 14 დეკემბრის ღამეს. ასე ვთქვათ. მიხარია რომ ესე ლოგინში ვიწექი თბილად. მიხარია რომ ავდექი. მიუხედავად იმისა, რომ გამორთული შუქი აქვს და ცოტა ჩაბნელებული და ნაძვის ხის შუქზე მომწონდა ჩავრთე ეს შუქი, რომელიც ძალიან არ მინდოდა. და მინდოდა ჩემთვის ესე ყოფილიყავი, მაგრამ გაიღვიძა ჩემში, როგორც იქნა. აი ამად რომ ეს ჩემში რაც არის ყველაფერი მინდა რომ სიტყვებად გადავაქციო ყველაფერი არა, მაგრამ ეს ხდება, იმიტომ რომ ასე უნდა მოხდეს. და რადგან მე აქ ვარ, ესე იგი ეს რაღაცას ნიშნავს. და ხა ის გამახსენდა, რომ ვთქვი, ადამიანმა ჩემზე რაღაცა კომპლიმენტად რომ მიიღეს და მე რომ მივხვდი, რომ ეს არ იყო უბრალოდ კომპლიმენტი. იქამდე რომ მეგონა რომ აღარ ვიყავი, ეხლაც მაქვს ეგეთი მომენტები, როცა არ ვიცი რომ ვარ და უცებ ვიღაცა ისეთ რაღაცას მეტყვის, რომ გამახსენდება, რომ აქ ვარ, ნამდვილად ვარ. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ისეთი საჭირო რაღაცები მითხრა, რომ აი ეს მეორე არხი იარსებებს. მესიაკონი. ბებიაჩემის ნაჩუქარი, ასე ვთქვათ, ეს რაღაცა ჯადოსნური სიტყვა. რომელმაც მიბიძგა, რომ ჩემი თავი უფრო მეტად რაღაცა ჩემი თავისთვის მიმეცა შანსი, რომ მე ვიყო ის პატარა ბავშვობაში, რომ მეძახოდა ბებო ის როგორი სხარტი, ენა ჭარტავად რაღაც ესეთი ხო მოსაუბრე. ბებიასთან საუბრობდი ძალიან ბევრს და ის თვლიდა, რომ მე ჭკვიანი ვარ და ძალიან ბევრს საუბრობდით და ისე მეძახოდა. და მიხარია, რომ გავაცოცხლე ის ბავშვი და ვაცხოვრებ. ამის მოუხერხებ ამ ამბებს. ძალიან ბევრ ამბობს, რომელიც არ მომიყოლია. წავედი, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ოდესმე ერთი სიტყვა მაინც მითხარით იმისთვის, რომ ეს ვიდეოები ჩაწერილი იყო, რომ ვიღაცას სადღაც იქ შეუძლია, რომ მომისმინოს. და რამოდენიმე ადამიანმა ისე მითხრა ის და იმდენჯერ და ისეთი ტექსტებით და ისეთი მესიჯებით და პირადშიც და ისეთ რეალურადაც რო შევხვდით, ძალიან დიდი